დავამთავრნო პირველ რიგში სანამ მე ჩემს სიტყვას ვიტყვი სამადლობელს მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადაუხადო თბილის სიტყვებისთვის და დალოცვისთვის. მეუფე შემთხვევით არ არის რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს ესეთი სიტყვით და სიყვარულით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია და მე გამახსენდა ცნობილი ისტორია როდესაც წინასწარმეტყველი ილია ზეცად ამაყდა ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ადგილას სადაც დაფლულია ხალენი მისი თქვენ ახსენეთ თქვენ სიტყვაში თქვენო მეუფებაო და როდესაც შემთხვევითი არ არის თქვენ რომ ეს თქვით თქვენო მეუფებაო იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მისი ოჯახი ის მამა იყო ჩვენი დიდი და ჩვენი ვალია მართლაც როგორც თქვენ ძანეთ გავაგრძელოთ ეს მისი დიდი საქმე და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ელისე წინასწარმეტყველის ამბავი რომ ცხოვდა უფალს რომ მშობლი მადლი მიეცა მისთვის ილია წინასწარმეტყველის მშობლი მადლი და აი წმინდა იოანე ოქროპირი წერს რომ ელისე წინასწარმეტყველს ეწოდებაო მშობლი ილია ესეთი საოცარი შედარება მოყავს საოცარი სახელს უწოდებს მშობლი ილია იმიტომ რომ ისო ევედრებოდაო რომ მშობლი მადლი მიიღო ვიდრე ილია წინასწარმეტყველს მაგრამ ამას იმიტომ კი არ ევედრებოდაო რომ უნდოდა რაიმეში გაჯიბრებოდა ან ეჯობა ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო არამედ იმიტომ ითხოვდა მშობლ მადლს რომ გრძნობდა რომ ორ მაგათ და სამ მაგათ უფრო უძლურია ილიასთან შედარებით აი სწორედ ამიტომ ითხოვდა მშობლ მადლს და ამიტომ ეწოდა მას მშობლი ილია და ითქვა რომ ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მე ძალიან გამეხარდა ვინაიდან ჩვენ სწორედ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან ეს მშობლი მადლი ვიდრე მას ჰქონდა რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება პრეზიდენტო ბატონო პრემიერ-მინისტრო ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე ბატონო დედაქალაქის მერო ყველა სამდელონო მდემთავარნო ეგისნო და პატიოსანო მამანო დედანო ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო დიდია მადლი და წყალობა უფლისა ამ ღვთისმურთხეულ დღეს აქ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი მადლობ და ვადიდებ უფალს ამავდროულად კი ვიპყრობს კრძალვა და სასოებით შევაღადებ მას მაუწყენე უფალო გზა რომელსაც ვიდოდი სასოებ და მუხს ვიყრი ყოვლად მოწყალე ღვთის წინაშე რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველ დადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად არავინ თავი თვისით მოიღის პატივი არამედ რომელიც წოდებულ არ ღვთისა მიერ ამბობს მოციქული პავლე და მეც განცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები არა დაგიტეო არცა დაგაგდო შენ 2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც წმინდა მოციქული
ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ. რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით პოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია იწვის იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება. რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობამ ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობას ჩვენი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხდომილობას აღნიშნავს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს. ასეთ წუთებში განსაკუთრებით სასწორებთ მათ და ლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხდომილობა და მადლი მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოკლებოდეს ჩვენს ერს და ეკლესიას. 1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული ეკლესია იქცა ერთობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბურჯად. თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი სასტური ანაცვლებს წმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის თვემსავრობის ტვირთი. რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანა. ამიტომ გმართებს თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულის და ტკივილის, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტეს მიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის კირთვაშია. საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუხსნით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეკრიბოთ ჩვენ სულიერ შვილებს, რომლებიც ვინიცის უძღებ შვილთან მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწვრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება. რადგან გვასწავლის უფალი, რომელსაც უნდეს თქვენ შორის დიდყოფა იყოს თქვენ და მსახური. ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამშვალული მოქალაქეები ყავდეს ჩვენს ქვეყანას. აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტეს მიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე. როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, ყოველნი ერთ იყვნენ. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის წყემსთავარს. ამიტომ დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ დგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი
როგორც უხელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი. ამ წუთებში განსაკუთრებით გრძნობ რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მწყემს მთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გმართებს მოუხდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და წმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის განსამრავლებლად, ერთობის და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენს წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთისმკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე. თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიბიადეც და სიმძიმეც. ვსახსოვებ ყოვლად მოწვალე უფალს, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიომ ღვიმელს, ღირს ალექსის ენაკელს შუშანიას, მადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოს პატრიარქობის ურთულეს გზაზე. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მეთაურებს, ჩემდანი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩვენ საყვარელ ხალხს, ჩვენს მრევლს, ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანადგომისთვის. მადლობა მინდა უთხრა ასევე ჩვენს სააბაყო, როგორც იტყოდა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დას, ლოცვებისთვის და თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემ ძალას, ერთგულებით და თავდამტვერით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთისმკურთხეულ ქართველ ერს. სიყვარულით და წმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ამინ. ქრისტე ადგა.